იყო განსხვავებული, აქვს ორი მხარე. ერთი ის, რომ კარგია, რომ ყველასგან გამორჩეული ხარ და მეორე. ყველა მუდმივად ცდილობს მიგითითოს, რომ ნორმებში და დოგმებში ჩაჯდე. ასე იყო მშობლებისგან. მარტო მშობლებისგან არა, ყოველთვის არსებობს კეთილის მსურველები, გულშემატკივრები, მრჩეველები, რა უნდა გააკეთო, რა არ უნდა გააკეთო, რომ ეს ის დრო არ არის, ასე რომ აი იმ შავ ბნელ პერიოდში, როცა გარეთ შუქი არ იყო, ომი იყო, როცა სკოლა დავამთავრე და შიმშილით ვკვდებოდით და 6 საბანი გვეხურა, წყალი არ იყო, მე ძალიან შემთხვევით რადიოში მოვისმინე, რომ ტარდებოდა ავანგარდული მოდის ფესტივალი. მივიტანე აი ეს ესკიზები, ჯერ დავრეკეთ. გაგვიმართლა, რომ იმათმა ყურმილი აიღეს. და დარეკიდე გამარჯობა, ვარ დამწყები დიზაინერი და მინდა მონაწილეობა მივიღო? მონაწილეობა მივიღო და იქ ხონდა გულში იმედი, რომ საერთოდ ანუ ვიცოდი რომ ამიყვანენ. ხო? ვიცოდი რომ ამიყვანენ, ანუ ისე ამბიციური იყავი. არა, სხვა გზა არ იყო, იმიტომ რომ ის იყო შეუძლებელი რა მდგომარეობაშიც მე ვიყავი. გარეთ ვაკრავდი განცხადებებს ქაღალდზე, ესე ქვემოთ ტელეფონის ნომრებით და ვამზადებ ხატვაში. ნუ აი აქედან მე ვამოწმოდით თუ იყო რომელიმე ჩამოხეული ან თუ ვინმე დაგვირეკავდა სახლის ნომერზე. ხშირად არა, ერთი მოსწავლე მყავდა საბოლოო ჯამში. ბოლოს იქამდე მივიდა რომ მე ვხატავდი მის მაგივრად. და ატანდი ვითომ ისი დახატული იყო? რამდენი იყო გადასახადი გახსოვს? ჩემთვის საკმარისი იყო რომ მეჭამა. ანუ ყოფნიდა ერთი მოსწავლის ანაზღაურება? ნუ დანარჩენზე უნდა მეზრონა, რომ ქირა გადამეხადა. დიდი ხანი მოგიწია ნაქირავებინაში ცხოვრება? კი, სადღაც 29 წლამდე. და იყო პერიოდები, როდესაც საჭმლის არ ქონდა, გარდა იმისა, რომ უნდა გადაგეხადა ქირა, უნდა გეჭამა. ოჯახისგან მოშორებული იყავი კილომეტრებით. ხო, იცი რა არის? ფულის შოვნა იყო ურთულესი პროცესი, იმიტომ რომ მართლა მოცემულობაც არ ვარგავდა. არ იყავი საჭირო არაფერში. იმიტომ რომ ქმედებაში არ იყო არაფერი, ხო? სოიოს ყიდნენ ხორცის მაგივრად, ფიზიკურად არ არსებობდა პროდუქტიც, ან სადღაც ბაზრობაზე საწყობში, ან დილის 5 საათზე უნდა დამდგარიყავი პურის რიგში, რომელიღაცა ქარხანასთან და ან მოგიწევდა კიდე ეს პური, ან არ მოგიწევდა. ფულიც რომ ქონოდა, კვებაც რთული იყო. და დარეკე, რომ მიგიღო ავანგარდული მოდის ფესტივალზე მონაწილეობა. გითხრეს, რომ მოდი ცადე. მივედი, ჩავაბარე ეს ჩემი ნახატები. რაღაც აი, ხო იცი, ჟესტების ენაც რო იცი, თითქოს, ან გონია რო იცი, მივხვდი, რომ აი ძალიან მალე დამირეკავდნენ და ესეც მოხდა. და სადღაც 2 კვირაში გააკეთეს პირველი ინტერვიუ ჩემი, სადაც საოცარი ინტერვიუ მივეცე, ესე დაჭყეტილი თვალებით, მე ვიყავი ყოველთვის ძალიან გამხდარი, კახექსიურად გამხდარი და აი ეკრანზე რომ მარტო თვალები ჩანს, რა ვიბურტყუნე არ მახსოვს და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა სადღაც 1 თვეში. ეს რაც ფესტივალი ჩატარდა მას შემდეგ, ხო? ანუ თვითონ მსვლელობის დროს, არიცი, როცა მივხვდი რომ ჩვენება უნდა გამეკეთებინა და ეს გოგონები მოდიოდნენ. მარტო ის ტერიტორია იყო განათებული დანარჩენი სუსიბნელე თელს ქალაქში. საერთოდ შოქში ვიყავი. მე მუსიკა, დადგმა, რეჟისურა წავედი რუსთაველზე იყო, აი რაღაცა პატარა ბუდკა. სადაც იყო ბევრი კასეტები და იქ ტიპი იჯდა, რომელსაც ვთხოვე, რომ აი ისეთი განსხვავებული მუსიკა მინდა, რომელსაც არავინ არ უსმენს საქართველოში, ანუ რაღაცა 0.00% და ჩამიწერა ფროდიჯის რომელი სმეკმა ბიჩა იყო მაშინ პოპულარული? იცი რა, აი ნუ მომღერებ ხა. აღონდაი, ზუსტად ვიცი რომ ყველა გაოგნებული იყო. დავდგი თითქოს 2 ეშმაკი იყო და დანარჩენი მოდელები დადიოდნენ. ნუ მოკლედ მეგონა რომ გენიალური რეჟისორი ვიყავი, გენიალური დიზაინერი. ეს ჩემ ფერწერის ნამუშევრები დავჭერით მე, ჩემმა მეგობრებმა. პარკები მახსოვს ვიყიდეთ ძალიან ბევრი შავი. სადღაცა 100 სალამდე, იმიტომ რომ ერთ-ერთი კაბა მქონდა ამ შავი პარკებით და
იმ ქალმა დამლოცა რომ კარგად გაყიდეო რა, ანუ ეგონა რომ გადამყიდველი ვიყავი პარკზე. ბუმბუჩემმა მეგობარმა ქათმებს კუდები მოაძრო, იმიტომ რომ ბუმბულები მჭირდებოდა და ზოგი დასისხლული იყო, ზოგმა კვერცხებზე ამომიქარგა რაღაც ნაქარგები, ჩემი ჯოკონდას ნახატი გავაკეთეთ ცალკე, დავჭერი აი პატარა კუბიკება და ნემსი და ძაფით ავაწყე, ნუ მოკლედ ძალიან ვიჩალი ჩემი, იმიტომ რომ თვითონ მოცემულობით მოდა მაგ პერიოდიდან, ნუ სადღაც 2000-იანების ბოლომდე იყო აი არტი, ხელოვნება, სპექტაკლი. იმიტომ რომ მახსოვს პირველი ჩვენება რომ გავაკეთე 2000 წელს. ისეთი სერიოზული. მანამდე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ისტორია მქონდა, მაგრამ აი იმ ტანსაცმელს რასაც ვკერავდით, მე იმ ნიმუშებს ვყიდდი. ან იყო ერთ-ერთი საკონცერტო ნომრის შუაში. მომღერალი, მოცეკვავე, მოდა. მომღერალი, მოცეკვავე, მოდა ხავდა ერთი წამყვანი. ასე იყო. ხო, ანუ შოუს ნაწილი ვიყავით საკმაოდ დიდი ხანი. ავანგარდული მოდის ფესტივალზე მიიღე მონაწილეობა, მაგრამ არ გაგიმარჯვია. უსამართლოდ მოხდა ეს? არა, ძალიან სამართლიანად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციებს ორჯერ, სამჯერ მატარებინებდნენ, აქ იყო საერთაშორისო, აი პირველად მოხდა ეს, რომ ჟიური არ იყო ქართველების განშემდგენილი, ანუ ვერ ჩააწყობდი, ქართული გაგებით დაწყობა ვერ ჩავაწყობდი, გაიმარჯვა იმან, ვისაც უნდა გაიმარჯვა და ძალიან არ მახსოვს სახელი და გვარი ისევე როგორც ალბათ არც არავის არ ახსოვს. ძალიან ბევრი მონაწილე იყო, მაგრამ აი ამ პირველი ჩვენების მერე ყველგან მეწახდნენ. ეს გოგოები დამიმეგობრდნენ. მაშინ თითუბეში მქონდა ბინა, ნაკირაები, დამიმეგობრდნენ იქაური ბიჭებიც, არ ვიცი ამ გოგოების გამო. მოდელები ყოველდღე მოდიოდნენ შენთან და ბიჭები თვალსაყოლიდან. და მივხვდი რომ აი გავედი აბსოლუტურად სხვა სამეგობროში, სადაც მოდიოდა უკვე მიუხედავად ესეთი რთული პერიოდისა, სხვადასხვა ტიპის წინადადებები. ანუ მე მივხვდი რომ შეერნი აღარ მოკვდებოდა.